AI და ხელოვნური ხმები, რეკლამებსა და სხვა შემოქმედებით კონტენტში სულ უფრო ხშირად შეხვდება. თუმცა OpenAI-მ გამოუვლინა ზოგიერთი უცნაურობა ChatGPT-40 ტექნოლოგიაში, როგორიცაა ხმის კლონირების და აზრების და წინადადებების დასრულების უნარი. აგვისტოში OpenAI-მ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დეტალურად არის აღწერილი კომპანიის უახლესი, დიდი ენობრივი მოდელის GPT-40-ის რისკის ძირითადი სფეროები და როგორ ცდილობენ ისინი მათ შემცირებას. ტექნოლოგიას ასევე აქვს ხმების იმიტაციის და ხმოვანი ეფექტების გენერირების უნარი, როგორიცაა ყვირილი და იარაღის გასროლის ხმები, განახლდა ტექსტზე დაფუძნებული ფილტრები, მუსიკის შემცველი აუდიოს გაფილტვის აღმოჩენისა და დაბლოკვისთვის. ChatGPT-ის გაუმჯობესებული ხმოვანი რეჟიმის შეზღუდულ ალფა ვერსიას შეზღუდული აქვს სიმღერა. OpenAI-ის მიერ ბლოგპოსტში გაზიარებული აუდიო კლიპი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას გააგრძელოს წინადადება იმავე ხმით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ რეკლამის დამკვეთებს და შემქმნელებს შეცვალონ კონტენტის მიმართულება თავდაპირველი დიზაინერის ან ავტორის დახმარების გარეშეც კი. OpenAI ხმის გენერირება შეიძლება მოხდეს ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა ხმების გენერირების უნარი ChatGPT-ის გაუმჯობესებული ხმოვანი რეჟიმისთვის. ტესტირების დროს OpenAI-მ შენიშნა იშვიათი შემთხვევები, როდესაც მოდელი უნებლიეთ აგენერირებდა მომხმარების ხმის ასლს ან იმიტაციას. OpenAI-ის დეველოპერებმა შეამცირეს ხმის გენერირებასთან დაკავშირებული რისკები იმით, რომ დაუშვეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ხმების გამოყენება, რომლებიც მათ ხმის მსახიობებთან თანამშრომლობით ჩაწერეს. შერჩეული ხმები გამოიყენეს აუდიო მოდელის პოსტ-ტრენინგისთვის. OpenAI აღნიშნავს, რომ უნებლიე ხმის რეპლიკაციის რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის. AI ჩაგვანაცვლებს. რა იგულისხმება ამ ფრაზაში და როგორ ვადაპტირდეთ? მეც მეშინია სიმართლე გითხრათ. AI-ის შესახებ საუბარს გაიგებთ ყველგან, კომპანიებშიც და მედიაშიც. ის ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებასა და შიშს. ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდი პოტენციალი გარკვეულწილად შემაშფოთებელია. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას სიცრუის გასავრცელებლად, პოლიტიკური სისტემების დესტაბილიზირებისთვის და დანაშაულის წასახალისებლად. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ის შეიძლება დაიმოქროს ჩვენს უპირატესობას როგორც სახეობას. როგორც ადამიანები ჩვენ ბუნებრივად გვაშინებს ისეთი არსებები, რომლებიც შეიძლება ისეთივე გონიერნი ან უფრო გონიერნი იყვნენ, ვიდრე ჩვენ. და თუმცა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით შეშფოთების რამდენიმე წყაროა, ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი შიშის მნიშვნელოვანი წყარო არის ეკონომიკური. რასაკვირველია, არ გვსურს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს ჩვენი სამსახური. კვლევარმა როი ამარამ შენიშნა, რომ როგორც საზოგადოება ხშირად ზედმეტად ვაფასებთ ტექნოლოგიის მიერ მსოფლიოს შეცვლის უნარს, მოკლევადაში და ნაკლებად ვხედავთ მის გავლენას გრძელვადიან პერსპექტივაში.